მოგესალმებით ნაზის სარდულაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად ბრძანდება არაჩვეულებრივი ქალბატონი, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, დიდი ზურიკო ანჯაფარიძის მეუღლე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ძვირფასი ჩემი მეგობარი მარინა ანჯაფარიძე. მაჭავარიანი, სწორად, მოდით ასე დავალაგოთ, მაჭავარიანი ანჯაფარიძისა. ძალიან დიდი სიყვარულით მოგესალმებით, ქალბატონო მარინა და მინდა მიამბოთ ცოტა რამ თქვენ შესახებ და შემდგომ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავიხსენოთ დიდი ხელოვანი, მსოფლიო მნიშვნელობის ტენორი, ბატონი ზურაბ ანჯაფარიძე. ეს არის ჩემთვის უდიდესი პატივი, რომ თქვენ მობრძანდით და ჩვენ კვლავ გავიხსენებთ დიდ ზურიკო ანჯაფარიძეს. მიამბეთ თქვენ შესახებ. ცოტა რამ და დანარჩენი. დიდი მადლობა, ქალბატონო ნაზი. მოწვევისათვის, ზურაბის გახსენებისათვის, თუმცა მე გახსენება არა მაქვს ის სულ ჩემთან არის ჩემს არსებობაში და აი ასე ყოველ წელიწად ჩემ შესახებ როგორ გიამბოთ რომელი კუთხით ზურაბის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე რომ მისი სახელის უკტაყოფისათვის მეზრუნა და კონდა კიდევაც დიდი დახმარება რა თქმა უნდა სადაც მივაწვევდი ხმას ყველგან დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით ზურაბს რა თქმა უნდა ეხმაურებოდნენ მის სახელს გაკეთა რამ სკოლებს მიენიჭა სახელი ეს არის ქუთაისის 23 სამუსიკო სკოლა რომელსაც ძალიან დიდი წარმატებებით აქვს ყოველ წელიწადს აღნიშნული ზურაბის სახელი ჩაატარეს საიუბილეო საღამო 2 წლის წინ სკოლას ხელმძღვანელობდა არაჩვეულებრივი ქუთაისელი ქალბატონი ნანი ბოჭორიშვილი რომელიც რუდუნებით ყოველ წელიწადს 12 აპრილს ზურაბის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს აღნიშნავდა ხოლმე ამ სკოლაში აწყობდა კონკურსებს და ყველანაირად ცდილობდა რომ ამ დიდი ადამიანისათვის მიეგო პატივი. სკოლას შემდეგ ჩაუდგა სათავეში ოპერის საოპერო მომღერალი ახალგაზრდა ადამიანი არაჩვეულებრივად ნიჭიერი, მონდომებული, კეთილშობილი გიორგი სტურუა, რომელიც აგრძელებს იმ ტრადიციას და დღესაც, რა თქმა უნდა, აღნიშნა საიუბილეო თარიღებს, აწყობს კონკურსებს, კონცერტებს და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს მიაქვთ მინიჭებული სახელი ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე 21
სახელოვნებო სკოლას, სადაც ჩემი პატარა შვილი სწავლობს, შუათანა ლიზა ანჯაფარიძე და ყველა სკოლა ძალიან ცდილობს, რომ დიდი პატივი მიაგონ. ასევე ჭიათურაში ახლახანს 22 ივნისს იქნება აღნიშვნა, ასევე 12 აპრილისა, ცოტა დაგვიანდა, მაგრამ დღეს მოგეხსენებათ ახლა რამდენი ღონისძიებებია ჩასატარებელი და ასევე მინდა აღნიშნო, რომ ზურაბს ძალიან დიდი პატივი მიაგეს, როგორ თქვა, იმ ბარელიეფებით, რომელიც ერთ-ერთი ოპერის ბაღშია განთავსებული, მეორე სკოლებთან, ყველგან სახელოვნებო სკოლას ამშვენებს მისი ბარელიეფი, ასევე სახლს ჩვენსას, სადაც ზურაბი ცხოვრობდა და გარდაიცვალა და ბოლოს ძეგლი, რომელიც ბატონმა ბიძინამ შეკვეთილის მუსიკალურ პარკში, არაჩვეულებრივ პარკში, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მარადისობაში გადაიყვანა მომღერალი ძეგლით ზურაბ ანჯაფარიძე. მადლობა მას ამისათვის. ასევე მოსკოვში, ქალაქ მოსკოვში ზურაბ წერეთელმა, ზურაბის უახლოესმა მეგობარმა გააკეთა ბრინჯაოს ბიუსტი, მაგრამ ზურაბს აღარ დასწავდა ბატონ ზურაბს, რომ ის განეთავსებინა მოსკოვის დიდი თეატრის შიგნით და ვნახოთ აი ახლა ალბათ ფიქრობ, რომ განთავსდება ეს ბიუსტი დიდი თეატრის შენობაში. არ ვიცი, ნახოთ. ძალიან ბევრი რამე. ასევე მოსკოვში ერთ-ერთ ვარსკვლავს დედამიწა და კოსმოსი და დედამიწა არის ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ცნობილი მფრინავი კოსმონავტი გერმანე ტიტოვი. 2010 წელს ზურაბის სახელი მიანიჭა ერთ-ერთ ვარსკვლავს ცის გაბადონზე. ზურაბი ერთადერთია მთელ მსოფლიოში, რომელსაც ცის გაბადონზე ვარსკვლავს მინიჭებული აქვს მისი სახელი. 2001 წელს მოსკოვში მე ახლა ჩამონაცვალს ვაკეთებ იმისას, თუ რა გაკეთდა მისი გარდაცვალების შემდეგ, როგორ პატივს მიაგებენ, როგორ ახსოვთ და უყვართ დღემდე. 2001 წელს ქალბატონ ირინა არხიბოვას ფონდმა ოქროს მედლით დააჯილდოვა ზურაბ ანჯაფარიძე გენიალური შესრულებისათვის გერმანის როლის ფილმ ოპერაში პიკის ქალი. ასევე ზურიკო ახმოვანებდა მოგეხსენებათ და თამაშობდა გერმანის როლს ასრულებდა დიდი რუსი მსახიობი მასთან ერთად. 2010 წელს არა 9-ში მოსკოვის კულტურის არხმა გადაიღო ფილმი ტენორთა ოლიმპის ბრძანებელი, 1 საათიანი ფილმი, აქაც იყვნენ ჩამოსულები და აი ასე ძალიან ბევრი რამე კეთდება, როგორც საქართველოში, ისე სხვაგან, სადაც კი ფეხი დაუდგას, ყველგან ახსოვთ, უყვართ და დღემდე დიდ პატივს მიაგებენ. დანარჩენი აბა კიდევ რა გაკეთდა. კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში წელს არა, უკვე მესამე წელია, 28 მაისს ჩატარდა ზურაბისადმი მიძღვნილი კონცერტი. მეც ვესწრებოდი მაგ საღამოს. თქვენც ესწრებოდით. საღამოს უძღვებოდა ჩვენი არაჩვეულებრივი სასიკაძლო მომღერალი ბატონი ელდარ გეწაძე, ზურაბის უახლოესი მეგობარი. იყვნენ გამომსვლელები ბატონი რეზო ტაკიძე, სხვა მომღერლებიც და აი ასე მადლობა კონსერვატორიის რექტორატს ბატონ გიორგი ვაჩნაძეს, რომ კიდე ერთხელ მიაგეს პატივი ზურაბის ხსოვნას. კარგი იქნებოდა, რომ ერთ-ერთი კლასისთვის მიენიჭებინათ ზურაბ ანჯაფარიძის სახელი თბილისის. მე ძალიან გამიკვირდა, რომ არ არის მაგი. რატომ არ მოხდა თქვენი აზრით მანამდე, სანამ ვინც იყო რექტორი, ხო იყვნენ
რა თქმა უნდა, დიდი ხანია დავსვიეს. ძალიან დიდი ხანია გარდაცვლილია ბატონი ზურაბი და ამდენი ხანი რატომ კლას უნდა ქონოდა, რა თქმა უნდა, სახელი მინიჭებული და იმეც ვიტოვებ, რომ აუცილებლად მომავალი წლისთვის ან საიუბილეოდ 2 წლის შემდეგ ზურაბს 100 წელი უსრულდება. 100 წლის თავთან დაკავშირებით, ხო? მანამდესაც რომ მიენიჭება ერთ-ერთ კლასს. იცით, მე ცოტა გული დამწდა, ძალიან კარგი წამოწია თქვენ საკითხი. იცით რა, თაობები ხომ მოდიან და მიდიან, არა? აი, რამდენი წელია გარდაცვლილია ბატონი ზურაბი? 28. 28 წელია. 28 წლის მანძილზე რამდენი სტუდენტმა ჩააბარა და დაასრულა სწავლა და მათ არ ქონდათ ბედნიერება, რომ იმ ოთახში, სადაც მისი სახელობის იქნებოდა განთავსებული მისი პირადი ნივთები, თქვენ აუცილებლად მიაწოდებდით, მისი აფიშები, მე ასე ვფიქრობ და ვხედავ, რომ ასე უნდა ყოფილიყო ეს ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი სურვილი მაქვს, ხო? მისი ნოტები, რომელთაც ის სწავლობდა, რამოდენიმეს თქვენ აუცილებლად მიიტანდით, ხო? ეს და ის 28 წლებში განვლილი სტუდენტებისათვის იქნებოდა ეს ძალიან კარგი ვუაზისი, სადაც ისინი ფიქრობდნენ, აი აქ ამ კლასში მეცადინეობდა ან ქონდა თავისი კლასი მას, ხო? თქვათ, ხო? ეს იქნებოდა უზარმაზარი დიდი საქმე გაკეთებული, რომ თვით სტუდენტებიც იამაყებდნენ და ძალიან დასანანია, რომ ეს არ გაკეთდა მეწყინა, იცით, მე მეგონა რომ იქნებოდა. და რა ნახეთ, ახლა სკოლა ჩამოვაღალიბეთ ზურიკოს ანჯელის თანახმად, რომელიც ისე წავიდა ჩვენგან სკოლის ფართობი, რომ წესიერად ვერც გავიგეთ რა მოხდა. ამ სკოლაში, რომლის დირექტორიც მე გახლავართ დღემდე და ვფიქრობ, რომ მე გავაგრძელებ ამ სკოლის აღორძინებაზე ფიქრს და ზრუნვას, ჩვენ ყავდა არაჩვეულებრივი საკვირაო სკოლა იყო, ვამეცადინებდით ბავშვებს საოპეროს განხრით, რა თქმა უნდა. ვამეცადინებდით და გვინდოდა ჩამოგვეყალიბებინა და მინდა ისევ საბავშვო ოპერა. ჩამოვაღალიბო, რომ ამ საბავშვო ოპერას ზურაბის სახელი მივანიჭოთ. დიახ. ცდილობ, არ ვიცი მხოლოდ როგორ გავაკეთებ ამას, იმიტომ რომ ძალიან როგორ გითხრათ ახლა მე ვფიქრობ და ყველგან ასეა მიღებული, სადაც ასეთი დიდი მოღვაწეები, კორიფეები ბრძანდებიან, ყველას აქვს სახლ-მუზეუმი. დიახ. ზურაბი ქუთაისში დაიბადა. ძალიან დიდი ხანია ეს საკითხი დგას. იმ ხალხს, რა თქმა უნდა, ახლა შესაბამისი პირობები უნდა ქონოდათ, რომ გაეყიდათ და მე მოკლედ მოხდა ისე, რომ აღარ გაიყიდა. ნუ თუ ქუთაისს არ შეუძლიან რაღაცა ქუთაისის მმართველობას. ცირედი პატარა ფართობი, რომ ზურაბის სახელი დაერქვას. ბორჯომში არაჩვეულებრივი მემორიალი გაკეთდა სილამაზის ბაღთან. ზურაბის აი ახლა რამდენიმე თვეა და აღინიშნა, რომ აი ეკუთვნის სახელი ამ ბაღს, სილამაზის ბაღს. სილამაზის ბაღს. ხო. გაკეთდება, ალბათ ესეც ნელ-ნელა გაკეთდება. აი შეკვეთილში თქვენ წეგან ბრძანეთ, ხომ? ბაღში, სადაც ბატონმა ირინა ივანიშვილმა გააშენა, ხო? იქ დგას მისი ბიუსტი და მღერის ეს მომღერალისა და მე მოვისმინე, ჩვენ გვაქვს მაგის პატარა ვიდეოა და აუცილებლად ამას გამოვიტანთ, ვაჩვენებთ მაყურებელს და
მე ეხლა ესეც გამიკვირდა სხვათა შორის თქვენ რომ ბრძანეთ რომ აი ქუთაისში მართლა სადაც დაიბადა ის სახლი არსებობს არის ეს სახლი არსებობს მაგრამ ის უკვე დაკავებულია დიდი ხნის ცხოვრობს ხალხი სხვა პიროვნები გამოყონ ხო მე ხო ჩემთვის არ მინდა ეს მუზეუმი რომ მე ვიცხოვრო იქ ძალიან დიდი ის მოყვა ამ 5-6 წლის წინათ მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხს არ ვიცი რა მოხდა სიმართლე გითხრათ მოკლედ არ გამოვიდა თუ გააკეთებენ კარგი იქნება ხო რა თქმა უნდა პრინციპში ქუთაისმა უნდა იამაყოს მოდით ასე ვთქვათ რა თქმა სოფლიო ხუთეულშია ზურგოში ხო სოფლიო ხმა არის ბატონი ზურაბი ხო ასე არ არის ეს გინდა თუ არ გინდა მაგრამ ეს არის მაგრამ წარმოიდგინეთ რომ იციან თქვათ იცით მე როგორი შთაბეჭდილება მრჩება იცით რუსეთმა უფრო დააფასა რა თქმა უნდა სამწუხაროა ეგ არ უნდა მოხდეს ჩვენ აქ ელემენტალურად გეტყვით ახლა ზესტაფონში არის გლობუსი ზურიკოს სახელობის ანჯაფარიძის 6 ნომერში სადაც მემორიალ წარწერები იყო არაჩვეულებრივი ავტოგრაფები მსოფლიო მნიშვნელობის მომღერლების დირიჟორების ზურიკო ფესტივალებს ატარებდა ხოლმე გახსოვთ თუ არა ქუთაისში და ჯერ იქ შევიდოდით ხოლმე და მერე მივდიოდით ქუთაისისკენ და ყველა ტოვებდა თავის ავტოგრაფს ვითხოვ სხვის მიწაზე დგას და მიწა ხო უნდა დაუბრუნო პატრონს და მინდოდა რომ წამომეღო არ გამოვიდა ძალიან ბევრი ვიწვალე და ბოლოს კულტურის სამინისტრომ მითხრა რომ ბანკში აიღეთ სესხიო და გადმოიტანეთ ისეო არ ვიცი როგორ გითხრათ ახლა ალბათ ეგეც გაკეთდება შეისმენს კეთილად განწყობილი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი და გააკეთებენ მე ხო ჩემთვის არ ვაკეთებ იცით ეხლა 2 წელიწადში ხდება 100 წელი ხო ამ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეს მე მგონი ყველაფერი უნდა მოგვარდეს დაგროვდა სხვადასხვა საკითხები რომელიც ნახევრად მოგვარებულია მოდით ასე ვთქვათ და ნახევრად მთლიანობაში არა ხო ეს არ არის კარგი ძალიან ხო ჩვენ გვაქვს ფონდი ქალბატონი ზურიკო ანჯაფარიძის სახელობის ძალიან დიდი ხანია 97 წლიდან და გვიდგა არაჩვეულებრივი პიროვნება გვერდში მხარში ბატონი გურამ ქაშაკაშვილი ბატონი ნიკო ხატიაშვილი და ვაჭილდოებდით ხოლმე მსოფლიო მოღვაწეებს ეხაც ვაგრძელებთ და აი ეს ფონდიც მინდოდა რომ გამენთავსებინა სკოლაში და აი ყველაფერი რო ხო გეუბნებით მინდა რომ შევაგრო არქივი მინდა გადავცე კინოსა და თეატრის მუზეუმს ზურიკოს არქივი თვითონ საქართველოს არქივს და აი ესე ნელ-ნელა მინდა რომ ყველაფერი მოვაგვარო და მოვაწესო მაგრამ დიახ შეწყობა დაინტერესებაც აი როგორი დაინტერესება თვითონ თეატრში არის მისი ოთახი სადაც თვითონ გრიმს იკეთებდა ხო როგორ არ არის მაგრამ სახელი არა აქ არც იქ მინიჭებული ნიშა კი გააკეთეს 7 წლის ბრძოლის შემდეგ ზურაბის ნიშა არისო ერთადერთი ყველა მომღერლების იყო და აი წინა საიუბილეოზე გაკეთდა 7 წლის შემდეგ. აი ეს ბიჭი ოპერაში კარებიდან არ შეუშვეს და ფანჯრიდან ძრება. ყურადღება. კარგად დააკვირდით აი ამ ბიჭს. გაივლის დრო და იგი დაკაცდება. და მას არა თუ მეოთხე ქონდრის კაცობა ამ ჰიმთა სასახლის მეფობაც არ აცდებ და იგი ვითარცა პილიგრიმი უგრიმოთ მივახტის დახატული საფრთხო ტაძარში ტარანტელების ბარკალორების კაპრიჩიოების ბენიამინო ჯილების გაგანია ხანძარში ყველა გზა რომში მიდისო ნათქვამია და მით უფრო კაცის რომელიც მღერის როგორც ქართველი მივა იტალიაში როგორც
ღვიძლის შვილი ერის და არ დაგვიწყებს მე როგორც ჩვენში იყვიან ხოლმე იტალიურს. კარუზოს სამოთხეში მოიტანს ბელკანტოს თბილიურს, ლირიურს, კოლხურ ჰანგს, მთებს, ჰიმნს, ბანკს, ღვთიურს, ქართულ წარმართულით იმღერებს ჯამბაზებს, დიდ ჭირთა თმენაზე გნება იტალიურად, გნება მეგრულად. Julia Pęktidros, murza sittuhenkma, varti sitva varti mokmedeba, tchimi mamatchile, isheniti vlepenkma, ukuimu nutusikaçirek, muari masara. Siger min tri სახელი ახი ხალხი ფარასიგანს ოპოზიცინოე არლეკინი კოლომბინას იდაცენს იდიცი მასხარა doszłati gazycine si plaćvaši kvinom aškuranđi svoje vas dobranđaši kvinom aškuranđi svoje vas doszłati gazycine თეატრის გახსნიდან 7 წლის შემდეგ. როგორ გითხრათ ახლა, საწყინიც არაფერი მაქვს, რომ მეწყინოს. მე უბრალოდ ვაკეთებ ჩემს საქმეს. რომ რადგან მე უფლისგან მერგო წილად რომ ასეთი დიდი ადამიანის და შემდეგ მომღერლის ჯერ ადამიანობა ხო პიროვნების გვერდით დამდგარიყავი ჩემი პატარა წვლილი მეც რომ შევიტანო მისი სახელის უკტავ ყოფაში თქო დიახ და ასე ნეულება ვაკეთებ ვიბრძვი და დიდი სურვილი მაქვს რომ ყველაფერი მოვაგვარო და მოვაწესრიგო მაგრამ გული დამწყდა ძალიან სკოლის საკითხთან დაკავშირებით დიახ რომ სკოლა საკვირაო სკოლა აი ასე რომელსაც ზურაბის სახელი ჰქონდა მინიჭებული როგორც ოფიციალურად და ისედაც ქალაქში აი ასე გამოვიდა გაცამტვერებული ბოლოს მაგრამ იმეც ვიტოვებ რომ ყველაფერი დაალაგდება. სამწუხაროა იცით სკოლა მექნება და გავაგრძელებ ისევ სკოლას სკოლის ფუნქციას. აი მოდით ასე ვთქვათ რატომ ვარ ჩვენ ქართველები ასეთი ხალხი რომ ვინც კარგი გამოგვერევა აუცილებლად რაღაცა გზას დავკორტნით და გზას გადაუკეტავთ და რატომღაც არ დავაფასებთ მას. აი მე ეს ძალიან მიყვირს და არის ჩვენ ვიცით რა ხდებოდა კონსერვატორიაში და ყველა საპატრიოს ის რაც მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით მე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ეხლა ამდენი რამ თქვენ გაქვთ არ არის დასრულებული არც ერთი საკითხი. არა.
აი შვაგზაშია მიტოვებული და ძალიან გასაოცარია. ელოდებიან თქვენ როგორ ფიქრობთ რომ 100 წლის თავი რომ მოახლოვდება მაშინ გააკეთებენ თუ საერთოდ არ გაკეთდება ესეც მაინტერესებს. ნაზი ჩემი ტკივილი არის სკოლა რომ გააგრძელოს სკოლა ისევ არსებობა. დიახ, ფართობს ახლა რა მნიშვნელობა აქვს რომ არსებობდეს სკოლა სადაც საბავშვო ოპერა ჩამოყალიბდება და სადაც ზურიკოს სახელი მიენიჭება და თაობებს გადაეცემა. ჩვენ უკვდავები არა ვართ. იცით რა, იქ ვინც ბავშვები შევლენ და დაიწყებენ სწავლას არა? ისინი იქნებიან ამაყნი. რომ მე ვისი სკოლა დავამთავრე, ვის სკოლაში მივიღე განათლება. ეს დიდი სტიმული არის ბავშვებისათვის და მშობლებისათვისაც არის. ესეთი ჩვენ ასეთი მსოფლიო მომღერალი არ ყოლია. დავით გამრეკელი უდიდესია. ვანო სარაჯიშვილი უდიდესია, მაგრამ ეხლა ვანო სარაჯიშვილი ჩვენი თაობა და უკანა თაობა კიდევ ვერ მოვესწარით, ხო მართალია? ჩვენ რაღაც ჩანაწერებით ვიცით ბატონი ვანოს ხმა, მაგრამ მაშინ როგორი ჩანაწერები იქნებოდა, ესეც ვიცით, ხო? მაგრამ ბატონი ზურიკო ანჯაფარიძე ეს უკვე თანამედროვე არის. ყოველ შემთხვევაში მე-20 საუკუნის შუა პერიოდია და კაცი რომელიც მღეროდა დიდ თეატრში, საბჭოთა კავშირის დიდ თეატრში და როგორ პიროვნებებთან, ელენა აბრასოვასთან, ვიშნევსკაიასთან ფონდი რა თქმა უნდა ოქროს მედლებით დავაჯილდოვეთ უკვე სიცოცხლეშივე კალბატონი ლენა აბრასცოვა, კალბატონი გალინა ვიშნევსკაია, ბატონი მსწისლავ რასტრაპოვიჩი. აი ხო ხედავთ. ბატონი ჯანსუხ კახიძე ჩვენთან. მამაშვილები დავითი და ნოდა რამდგულაძეები. კალბატონი მედე ამირანაშვილი, ბატონი ელდარ გეწადე ძალიან გრძელი სია. აი ამით გამოვხატე ჩემი ის დამოკიდებულება. კალბატონი ირინა არქიპოვა თავის მეუღლესთან ერთად, ვლადისლავ პიავკოსთან ერთად. და ამით გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება და მადლიერება მათ მიმართ ზურაბთან გვერდში დგომის, როგორც სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგაც. რომ მიდგნენ გვერდში და თითქმის ყველა პრობლემას გვიგვარებდნენ. როდესაც ზურიკო უმცროსი აქ სოლფეჯიოში ჩაჭრეს, კი არ ჩაიჭრა, ჩაჭრეს, იმიტომ რომ 100 ქულა მიიღო ვოკალში. ბატონმა დავით ნოდარანდულაძემ ბრძანა, რომ მის თავის მამას მაგონებსო, თავისი ხმითო. რატომღაც აი ასე ჩაიჭრა, ჩაჭრეს სოლფეჯიოში. წავიყვანეთ მოსკოვში ზურაბ სოტკილავა, რომელმაც როგორ გითხრათ, მამობა გაუწია ზურიკოს. გარდა იმისა, რომ ამეცადინებდა და ზრუნავდა მასზე, ადამიანურადაც სულ გვერდში უდგა. ასევე ლენა აბრასცოვა, ასევე კალბატონი გალინა ვიშნევსკაია. აი მართლა უპატრონეს თქვენ შვილს. კი, უპატრონეს ძალიან. მე ახლა ისე კი არ გამომდის და ის კი არ ავთქვა, რომ მე აქ და ოჯახს რამე აკლია და გარდა ამ სკოლის საკითხის არ მოგვარდა. მაგრამ აი თანადგომა ნამდვილად ძალიან დიდი იქიდან. მე მოსმენილი მყავს ბატონი ნოდარანდღულაძის ვიდეო, სადაც ის ბრძანებს, რომ ბატონი ზურიკო ეუბნება, რომ ჩმეო თუ მე ტენორი ვიქნებიო, მაშინ მე გავაგზელებ სწავლასო. რაღაც ბარიტონისკენო თავაზობენო და იქნებ შენ მამასთან დამაკავშირო და სწორედ
ბატონმა დავით ანთოლაძემ თავის მამას თხოვა ბატონმა ნოდარმა და ყვება თვითონ ბატონი ნოდარი რომ თუ ერთად სწავლობდითო და უთხარი მამასო და შეიყვანაო მამამო და ის მაღალი ბგერები ყველა რომ ააღებინაო გამოვიდავდა თქვაო რა თქმა უნდა ტენორი არისო ესე იგი თუ ბარიტონი იქნებოდა არ უნდოდა და აი იცით რა აი მისი მოდით ასე ვთქვათ, ძალიან დიდი დაკვირვება იმაშია, რომ მან იგრძნო ბუნებით, რომ ის ბარიტონი არ არის და არის ტენორი, მაგრამ რატომღაც თავაზობდნენ ბარიტონობას, ხო? რაღაც უნდოდათ იმ გზით წაყვანა. ხო. ნუ აქ რა თქმა უნდა ფონიატით ჩაერეოდა. საერთოდ ჩემ ზურიკო უმცროსზეც იყო ძალიან დიდხანს მაგაზე ბჭობა. ტენორი იყო თუ ბარიტონი. და მე ბატონმა ზურაბს ოტკილავა ტენორისკენ წაიყვანა და თვითონ ზურიკოც ჩემი ნუ არაჩვეულებრივად ერკვევა ვოკალში არაჩვეულებრივად და შინაგანად გრძნობდა რომ ტენორი იყო ხო იცით ამას აგრეთვე ფონიატი ის რომ ჩახედავს მომღერალს ის ხო იმ წუთით ამბობს რომ ეს არის ან ტენორი, ან ბანი, ან ბარიტონი და აი ალბათ მაინც თქვენი აზრით ხომ არ უთქვამს თქვენთვის ბატონ ზურიკოს რომ ვინც თავაზობდა ბარიტონი რო ყოფილიყო? ზურიკოს თვითონ ბატონი ქაშაკაშვილი, ვალერიან ქაშაკაშვილი მიყავდა როგორც ბარიტონი ზურიკო, ამეცადინებდა ასე, მაგრამ თვითონ დიდმა ზურიკომ პატარა იყო სულ უმცროსი დააწვენდა ხოლმე იატაკზე და გააღებინებდა ხოლმე პირს და ტენორია თანაც ძალიან დიდი ტენორი იქნება. მამის შეფასება იყო ჩემთვის განსაზღვრელი. არაჩვეულებრივად ხატავს შეიძლება ეხლა კი ნაკლებად, მაგრამ ეხლა ხატავენ ბავშვები ზურიკოს ნიჭიერებით, მამისგან აქვთ და აი ასე ზურიკოს შეეძლო სხვა პროფესიაც აერჩია, მაგრამ დაიბადა მომღერლად უდაოდ და სულ აი ყურებში მქონდა ის მამის ანდერძივით, რომ ძალიან დიდი ტენორი. ერთი კურიოზი მინდა მე ასე ვიცი ყოველ შემთხვევაში ბატონი ზურიკო და დავით გამრეკელი სხედან ტაქსში ეს ხდება მოსკოვში და რატომღაც წამოვიდა სიმღერა პადმასკოვნი ვიჩრა და ესენი ამახინჯებენ ამ სიმღერას სპეციალურად სთხოვეს ძღოლს რომ გვასწავლეო და ის ცდილობს რომ ასწავლოს ამას და ეს კურიოზიც იყო მართლა იყო ეს კურიოზი და ბოლოს რომ ნუ რა თქმა უნდა უსმენოთ მღეროდნენ სპეციალურად ორივე და რო ჩამოვიდნენ მიიყვანა მისამართზე მძღოლმა გადასცეს სავიზიტო ბარათები ერთი რა თქმა უნდა ბატონი დავით გამრეკელი და მეორეში ჯაფარიძე და იქით გაო ზურიკო მეუბნება დიდი ბოძიო მივიდა და იმ ბოძს ურტყავდა თავს ეს როგორ დამემართა თქვენი ისავა რომ მეო ფანები და როგორ დამემართა რო ვერ გიცანითო დიახ ეს დიდიაჩი დღესაც რომ შეხვალთ დიახ ქალბატონო ნაზი ძველები ძალიან ცოტანი არიან დარჩენილები როგორც უხსენებთ ზურიკოს იმ წუთშივე რა თქმა უნდა სახეზე ღიმილით და სიყვარულით იხსენებენ 1984 წელს ჩვენი საოპერო თეატრი გასტროლებით იყო მოსკოვის დიდ თეატრში დაარს მუსიკა გია ყანჩელის უნდა ენახათ და ამავე დროს დაისიც ზურიკოს რეპეტიცია აქვს და 24 სადარბაზოა და იქიდან შევედით. სპეციალური სადარბაზოა თვითონ მსახიობებისთვის და ესე და სიბნელია უკუნითი რომ ძლივს გავიკვლიეთ გზას სცენისკენ. მე იქ ლოჟაში დავჭერქი დამსვა და თვითონ მიდის სცენისკენ და
ну ეს რა სიბნელია რა მოსვლია თამათ ჩემი წასვლის შემდეგ როგორ ჩაბნელებულანო ზურიკო გავიდა სცენაზე უცბად ინთებ პროჟექტორი შორიდან დარბაზი განათებული გავსებული სცენის მუშებით ორკესტრის მსახიობებით მომღერლებით და ანათებდნენ იმ ადგილს სადაც ზურიკო იდგა და სკანდირებდნენ ზურიკო 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 ასე დახვდა დიდი თეატრი 14 წლის შემდეგ ზურიკო ანჯაფარიძის გარდა იმისა რომ დიდი მომღერალი იყო მოგეხსენებათ პიროვნულად იყო ძალიან ადამიანური ადამიანები უყვარდა ყველას ეხმარებოდა როგორი ლამაზიც იყო ისეთი ლამაზი ბუნება ჰქონდა მას ჩვენ დაგჭა 2 წუთი და გეგმები უახლოვესი გეგმები რა გაქვთ ახლა არაფერი ისეთი ახლა ზაფხული მოდის და მინდა აუცილებლად რომ სკოლის საკითხები მოაგვარდეს ხო ნუ რაღაცას მოვძებნი რომ გავაგრძელო სკოლის არსებობა და საბავშვო ოპერა და სახელის მინიჭება. ხო, აუცილებლად ეს თუ მე რამეში დაგჭირდით, შემიძლია მარტო გავაშუქო ეს ყოველთვის მე მივადევნებ ამას თვალს, ყოველთვის ჩამაყენეთ საქმის ყურში, როგორი იქნება და ეს უნდა რეკლამაც უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ აუცილებელია ჩვენ მართალი რო გითხრათ მე ძალიან გულნატკენი ვარ, იმიტომ რომ ასეთი პიროვნება როგორიც იყო ბატონი ზურაბ ანჯაფარიძე, მსოფლიო მნიშვნელობის ტენორი და მსოფლიო ვარსკვლავების დონეზეა ეს პიროვნება და ასე არ არის. ცოტა მნიშვნელობა არ აქვს ახლა სად განთავსდება სკოლა. წარმოიდგინეთ, არც ფართობს არ აქვს მნიშვნელობა, აი ოღონდაც დავიწყო და მე ნელ-ნელა ხო, რა თქმა უნდა, ნელ-ნელობით, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი გაკეთდება. ნახოთ, იმედი მაქვს. დიახ, თქვენი სინებარგით დავასრულებ მე გადაცემას, დანარჩენი ჩვენ ვიდეოები გვაქვს და გავსდება ეს ვიდეოები და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ქაბატონო მარინა, რომ მოგზანდით და ოქროს წუთები გაიმეტეთ და ვისაუბრეთ გენიალურ მომღერალზე, გენიალურ პიროვნებაზე. კაც რომელსაც ყოველთვის ღიმილი ჰქონდა სახეზე. საერთოდ გაბრაზება იცოდა? არა, გაბრაზებას არ თუ ეწყინებოდა, არ გამოხატავდა. მაგრამ ეხლა რაც ხდება, ეს რო სწოდნოდა და ასე მგონია რომ იცის იმ ქვეყნად. დიახ. რამდენი პრობლემა მაქვს დაგროვილი, ალბათ მართლა გაბრაზდებოდა. ხო. ბუნებრივია. თქვენი სახელით დავემშვიდობებით ჩემს ძვირფას მაყურებელს და ვეტყვის მადლს მოსმენისათვის. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. თქვენ და თქვენს ტელევიზიას. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. Asi samteli cvilda Tolem sveti vitelas Visat tbilisis Sicot legildat Gepadi gevit qvelas
წმინდა დაжда სუფრის თამადად ბრძენი ქართველის დარი მღერის მახატა დაშავნაბადა Aragviani orvis aragvi Maspir zelivid vevas Dvez dveoba Chemi kalakis Geba